ვითომ ჩვენ არ გვეხება, მაგრამ გვეხება. საერთოდ ყველას ეხება, მაგრამ ჩვენ ბევრ სხვაზე მეტად. ტრამპი სახელს უცვლის თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტს, იქ სამინისტროებს ასე ქვია. ამიერიდან იქნება არა თავდაცვის, არამედ ომის დეპარტამენტი. ნიუანსია? არა. ნიუანსი არა, რევოლუციური ცვლილებაა. ვერც კითხავს აიდან მოიტანეო, ასე ერქვა 1000-დან და ბაბადან, ანუ 1789 წლიდან 1947-მდე. როცა შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომიც მოიგო, ბირთვული ბომბის ჩაიდო ჯიბეში და ჩათვალა, რომ მშვიდობის დრო იყო. მერე კი ჩაუვარდა ჩერჩილი ტრუმენს ფულტონში და რა დროს მშვიდობაა გიჟი ხო არა ხართ, სტალინი გვიტევს უძახა, რის გამოც მერე ნატოს დაარსდა და კიდევ ბევრი იომა. მაგრამ სახელი აღარ შეუცვალა. მაშინაც კი, როდესაც ტრუმენი თეთრ სახლში 5 ვარსკვლავიანმა გენერალმა და ომის ნამდვილმა გმირმა აიზენჰაუერმა ჩაანაცვლა. ახლა კი ტრამპი, კაცი, რომელმაც მთელი თავისი საარჩევნო კამპანია მშვიდობის დამყარებაზე ააგო და მას შემდეგ სულ თავს იქებს. აქ გავაჩერე ომი და იქ მალე გავაჩერებო. ეს ტრამპი ქმნის ომის სამინისტროს. ახლა ზაზა შათირიშვილები და ქოცების ინტელექტუალები გამოდგებიან და ახალ წერილებს გამოაცხობენ, ტრამპი კიდევ უფრო მეტად მოექცა დიპ სტეიტის გავლენაშიო. მაროშკინები და ქოცების ინფლუენსერები, მერტო გადავარჩინე, გამოვარდებიან და იტყვიან, აბა ომი გინდა დონალდო. ეგ ყველაფერი იქნება. ჭეშმარიტი ქოცები ამას ჭამენ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია მოკავშირეები რა სიგნალს მიიღებენ. რამდენად გაიზრდება შორი მოქმედების რაკეტების წარმოება, როგორ განვითარდება ლაზერული შეიარაღება, რა შეკვეთებს მიიღებენ ავიამშენებლები, სად არჩება ამერიკული ბაზები, სად გაუქმდება და სად გაიხსნება. შეგიძლიათ ეს ნაბიჯი ჩათვალოთ პასუხად ფუტბალისტ მიხეილ ყსტერილზეც, რომელმაც ალბათ უკვე ჩააღწია ვაშინგტონამდე და პოსტიდან გაუხსნელად პეაპირ ნაგვის ყუთში აღმოჩნდა. ამერიკასაც ყავს ამ საქმის შიდა კრიტიკოსები, აბა სხვა როგორ იქნება? მილიარდები დაждდებაო ამბობენ. ამდენი დოკუმენტი უნდა შეიცვალოს, ამდენი აბრა და წარწერა. მაგრამ ეგ წვრილმანებია, მილიარდიანი წვრილმანები. მთავარია, რომ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანდებას ხელი მოაწერა ჩინეთის გრანდიოზული აღლუმის მესამე დღეს, სადაც ერთმა დიქტატორმა, რამდენიმე სხვა დიქტატორის თანდასწრებით, ბევრი თანამედროვე და პოტენციურად ძალიან საშიში იარაღი გამოაგორა. პოტენციურად დასავლეთის წინააღმდეგ. Not with the Department of Defense, but with the War Department. ჩვენ დეპარტამენტში მებრძოლის სული აღვადგინეთ. მებრძოლები გვჭირდება. ხალხი, ვინც იცის, როგორ გაანადგუროს მტერი. აღარ გვინდა გაუთავებელი საგანგებო სიტუაციები და თავდაცვითობის თამაში. ამაზე ვმუშაობთ. დაგველოდეთ. გელოდებით ბატონო თავდაცვის მდივანო, ბოდიში, ომის მინისტრო. რეგიონში, რომელიც თქვენზე მეტად დაიღალა საგანგებო სიტუაციებით და თქვენზე მეტად სჭირდება მგონი ამერიკა.